საქართველოში საჰაერო აკრობატული ცეკვის და ძელზე პლასტიკის სკოლა გაიხსნა. ეგზოტიკური და ცეცხლოვანი ცეკვების შესწავლის სურვილით საქართველოში ბევრი გოგონაა დაინტერესებული. მათ შორის უცხოელებიც არიან, რომლებმაც საქართველოში გადაწყვიტეს ცხოვრება. სკოლის გეგმები და პერსპექტივები დიდია. მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ საერთაშორისო ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა. ყველაზე ნიჭიერ და მონდომებულ კურსდამთავრებულებს კი დასაქმების პერსპექტივა მიეცემათ, რომლებსაც მაღალი ანაზღაურება ექნებათ. ქორეოგრაფიულ სკოლაში უცხოეთიდან მოიწვიეს მრავალგზის პრიზიორი ქორეოგრაფი, რომელიც უკვე თბილისშია. მე არაერთგზის საერთაშორისო კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და გამარჯვებებიც არაერთგზით მოვიპოვე. მინდა ჩემი კარიერა როგორც მწვრთნელმა საქართველოში გავაგრძელო. დარწმუნებული ვარ, ქართველი გოგონებისთვის ეს საინტერესო იქნება. მით უფრო საქართველოში და თბილისში ასეთი სკოლა პირველია ჯერჯერობით. ვხედავ, რომ ქართველი გოგონები ძალიან ლამაზები არიან, რომლებიც აქტიურად მისდევენ სპორტული ცხოვრების წესს. საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის და ბუნებრივიცაა, ქართველებიც უნდა იყვნენ ევროპელებივით მოტივირებულები სპორტისკენ. იზრუნონ ჯანმრთელი ცხოვრების წესსა და სილამაზეზე, რაშიც ეს სკოლა ნამდვილად დაეხმარება. ამ ცეკვების შესწავლა შეიძლება ერთი დანახვით რთული იყოს, მაგრამ მონდომება თუ არსებობს, ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. საჰაერო ცეკვები თუ ვინმე დაინტერესდება, ადვილად შეიყვარებს და შეიძლება დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს საერთაშორისო ასპარეზობებზე. ეს ძალიან ლამაზი, პლასტიკური და გრაციოზული სანახაობაა, რომლის შემსრულებელიც საუკეთესო ფორმაში ჩადგება თანმიმდევრული ვარჯიშებისა და ცეკვების დროს. სპორტული ცეკვების ამ მიმდინარეობას საქართველოში მომავალი და პერსპექტივა გააჩნია. ძელთან ცეკვისა და საჰაერო აკრობატიკის შემსწავლელი სკოლა ვერაზე, კოსტავას 37 ნომერში განთავსდა.